ქალბატონი ნინო, შეიძლება თუ არა, რომ galaktikიდან პლანეტა დედამიწაზე შემოიჭრეს სხივი, რადგან ბატონი გივის საუბრობს, რომელიც თუნდაც საქართველოში გამოიწვევს მთათა სისტემის შლას, ან თუნდაც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში გამოიწვევს აპოკალიფტური მოვლენები. ეს საფრთხე ახლა ტელესკოპებში ჩანს? არა, რა თქმა უნდა. საერთოდ რომ სხივზე ალაპარაკი ეს ცოტა უცნაური რამეა. ენერგეტიკაზე საუბარ, რომელიც არ ალბათ ვიცი, იცით რა, ენერგეტიკა ეს რაღაც ჩვენი სფერო არ არის. რაც ეხება მეცნიერებას, მსგავსი რამე ანუ მეცნიერები ამშვიდებენ მოსახლეობას, რომ 2012 წელს არაფერი მოსალოდნელი არ არის. აი ახლა მე ვაკეთებ წინასწარმეტყველებას. შეგიძლიათ დააფიქსიროთ, რომ 2012 წლის 21 დეკემბერს არანაირი პლანეტა ნიბირო არ დაგვეცემა, არანაირი galaktikuri ისა ქვენ სხივი ჩვენ არ მოგხვდება. უკაცრავად, პლანეტა ნიბირო კი არ უნდა დაგვეცეს. ასე წერია ინტერნეტში. ესეთი რამე მე არ მithავს. ჩვენ დავასწროთ და ჩვენ დავეცეთ. არა, კი არ უნდა დაგვეცეს. უბრალოდ პლანეტების აღლუმის დროს აი ეს კომეტის მაგვარი ობიექტი გაივლის პლანეტების აი ამ ზოლში და აძლიერებს მათ ცენტრალურ სიმს, მაგრამ მე მინდოდა დღეს ილუსტრაციები მოვიტანებ, ვეღარ მოახერხი ამის თქმა. ბატონო ნოდა, წეგან რა ძალიან. ხალხო, ერთი რამე ვერ გავიგე. ეს ადამიანი რა არის ამისთანა, ხო? რამდენი უარყოფითი თვისება აქვს ადამიანს, ხო მეთანხმებით? გაჩენის დღიდან, დაბადების დღიდან, ყველა მოდგმის, ყველა ჯიშის, ყველა რელიგიის ადამიანი რატო ფიქრობს სამყაროს დაღუპვას? სულის მეხსიერებაში, რასაც მეორერად ვეძახით ქვეცნობიერებას, ქვეცნობიერში გვიზის, რომ ეს არის მოსახდენი. კიდევ გაგახსენებთ, ეხლა თქვი, ძველად ხმაში წავიკითხე, ვინც წინ გაიგოს ამის შესახებ და ბევრი იფიქროს, გადარჩესო, პირდაპირ წერია და რატომ არ უნდა გითხრათ თქვენ ყველას, რატო არ უნდა უთხრა, რომ ეს არის მოსალოდნელი საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ დასკვნას გავაკეთებ ბატონო და მაგრამ კიდევ ერთი ციტატა ბიბლიიდან, იმიტომ რომ მე ყოველთვის ვთხოვდით არ დამიჯეროთ, დაუჯეროთ, აი უზენაეს რას ეუბნება ერთ-ერთ წინასწარმეტყველს. ეს არის უკვე ესაია 2:2. როცა ის მოხდებაო, რომელიც უკვე რაზედაც ვისაუბრეთ და გაჩვენეთ ეკრანზე, უკანასკნელ დღეებში იქნება უფლის სახლის მთა თათა სათავეში დადგინდება და ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დენას. ეხლა შეკითხვა, რომ თლათ არ ჩაუშხამოთ ჩვენ მოსახლეობას ახალი წელი. შეკითხვა ყველას. გლობალური რამ რო იყოს მოსალოდნელი მერმის ამ დროს დეკემბერში ახალი წლის წინა დღეებში. გლობალურ რომელი ტურისტი ჩამოვა საქართველოში გეკითხები? ვინ რა იცის რა მოხდება? აგერ წინ დაგვიწერეს. ვინ კითხულობს მე მაგას თქვა სიტყვაზე ვამბობ. მე პატივს ვცემ, მაგრამ დარწმუნებული ხართ რომ მთელი მსოფლიო მე შეიძლება ვილეთი ავიღე გავფრინდე შვედეთში და იქ რაღაცა აი ახლა თქვენ ანიგო თქვენ თვითონ ამბობთ მაგით რომ მსოფლიო რაღაცას დიდს გაიგებს ამის შესახებ. შეიძლება, მაგრამ მე ესე იგი ჩვენც რო არ განვაცხადოთ, ეს გახმაურდება მსოფლიოში და ნახეთ რას გვეუბნებიან. უფლის სახლის მთა თათა სათავეში დადგინდება და ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დენას. აქ რო გლობალური კატასტროფა მოხდეს, რომელი ერის წარმომადგენელი ჩაალაგებს ჩემოდანში და წამოვა. აქედან გამომდინარე, საღი ლოგიკა ხო არსებობს. მსგავსი რამ რო დავიშლებით, წაიქცევა ყველა შენობა რო ჩავიქცევით, არ არის მოსალოდნელი. მზად იყავით სულიერად, რამდენიმე მთას ჩახორეტავს. მე ბატონ გივის ვეტყოდი და თქვენ ყველას რომ აი ეს ბიბლიის ტექსტები ძალიან კარგად არის წმინდა მამების მიერ განმარტებული და ბიბლიის განმარტებაც არსებობს ასეთი წიგნი და ქართულადაც არის და ეს ყველა აბზაცი, ყველა წინადადება კარგად არის წმინდა მამების მიერ განმარტებული, რას ნიშნავს, როგორ ნიშნავს და აქედან გადახვევა ყოველთვის იწევს ხოლმე გაოცებას, გაკვირვებას და არასწორ დასკვნების გაკეთებას და ამიტომ ყველამ ჩავხედოთ იმ წმინდა მამების განმარტებაში. ეხლა მე ცოტა უფრო შორს გადავარ, უფრო ფილოსოფიური მიდგომა იმისი, თქვენ რაც ბრძანეთ ბატონო ოთარ, რომ რატო მიდის ადამიანი ამ გზაზე. როდესაც მოსეს ჯულით ღმერთმა მისცა კანონები ადამიანებს, იქ არის ასეთნაირად 10 მცნება ძირითადი გამოიკვეთა. ეს არის ის ზნეობრივი კანონები, რომელთაც უნდა იცხოვროს ადამიანმა. და რა მოხდა? ესე იგი ფაქტიურად აი ამ ზნეობრივი კანონებით უთხრა ღმერთმა შემოუხაზა წეს და შენ თუ ამას გაცდები, ესე იგი ამ კანონებს დაარღვევ, ყველა დარღვევა არის. იმის იქით გასვლა არ შეიძლება. აი ამ წრის გადაცდომა ფილოსოფიურად უკვე
იმდენ დიდ ცოდვაში გვაგდებს და აი ამის მაგალითიც იყო 2 წლის უკან მოხდა ჰაიტიზე მიწისძვრა. ყველაზე გაჭირებული, გაუბედურებული ქვეყანა და მეორე მხრივ წელს იაპონია მოწესრიგებული და იქაც მოხდა მიწისძვრა. რა მოხდა? ჩვენ დასკვნა უნდა გავაკეთოთ. თანამედროვე და მის უკვე აღარ ჭირდება თითქოს ღმერთი, ყველაფერი შეუძლია მას. არა, ერთი წუთით. გამორიცხულია აი, ერთი წუთით ჯერ დავამთავრე. მიღება და ისა რა რომ ღმერთმა დასაჯა იაპონია და ჰაიტი, ნუ ეგ არის გამორიცხული რა. სანამ ჰაიტი გაშენდებოდა. მე მგონია რომ ცოტა უხერხულია იმ ხალხის და დაღუპულების წინაშე. მომის ჯერ ხო არ უნდა მithქვიო და კი არ დასაჯა. კი არ დაგვსაჯა დევი. სეისმოლოგები ეუბნებოდნენ რომ აქ ნუ ან გააშენდა. აფხილებდა ყველა ეს აკეთებდა. აუცილებლად დაიშლება ამაზე და ლაპარაკი რომ ღმერთმა დასაჯა იაპონია, ნუ ეს არ მე არც მესმის და არ მithქვია დევი ბატონო ეგ არ მithქვია შეგახარებას რატომ აბრალებთ მე ლევიანების წიგნის 26-ე თავში ჩავხედოთ და ნახოთ რა წერია თუ ურწმუნოები იქნებითო დაგსჯითო და ავად გაგხდითო თუ არ მოინანიებთო და უარესად გააგრძელებთ და 7 გზის უფრო დაგსჯით და მოსავალს გაგიფუჭებთ რა წერია კონკრეტულად გეტყვით სიტყვით 10 ქალი გამოაცხობს ერთ თონეში პურს და არ გეყოფათ. წონით მიიღებთ და არ გეყოფათ, თუმცა ერთი აცხობდა და ყოფნიდათ. გაიქცევით, თუმცა მდევარი არ გეყოლებათ. სხვა ქალაქებში და სოფლებში დაილევით. თქვენ სოფლებსა და ქალაქებს ტერი და მხეცები დაეპატრობენ. დათესავთ და ვერ აიღებთო, გახსოვთ თქვენ, დავთესეთ და ვერ ვიღებდით. არ გაპატიებთ სანამ არ მოხვალთ ჩემთან. დიდი მადლობა, ეს იყო მამა ზაქარია, მე მინდა ვკითხო შეიხ ვაგიფ აკბეროს, კითხვა იყო დასმული სასულიერო პირების მიმართ, რომ რატომ არის, როდესაც ყოველთვის ადამიანი წინასწარმეტყველებს კაცობრიობის დასასრულს, რა არის ამის პრობლემა? იცით რა, ამ გადაცემის დროს მე ძალიან ბევრი შეკითხვა დამებადა. უამრავი, მაგრამ ეხლა ისლამის თვალსაზრისით ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ეს გადაცემა ჩემ მხრიდან გამოვა, რომ ისლამის მომხადაგე მოვიდა და ისლამს გადაგებ. არა, უბრალო ზნეობრივი და ნორმალური რიგითი მოქალაქის, რომელსაც აწუხებს შეიძლება რაღაც. უპირველეს ყოვლისა ვიტყვი, რომ არმოგედონის აპოკალიფსის მოსვლა მე გამეხარდება და მიხარია და ველოდები. და ყველას უნდა და მათმადიდებელი, ჭეშმარიტი მათმადიდებელი, იმიტომ რომ მოვა ჭეშმარიტობა და უფალმა ყველას გასცემს თავისთვის, იმიტომ რომ იყოს ეს მათმადიდებელი, ან მუსლიმი, ან იუდაველი, უნდა იცოდეს, რომ ჭეშმარიტი ცხოვრება არის მანდ და ჩვენი განკითხვა რატო იძახია, ნუ ბოდიშით ახლა მე ქართული შეიძლება რა, მაგრამ განკითხვის დღე რას ნიშნავს? როდესაც ჩვენი წინაპრების, ანუ ჩვენ პირადად ჩვენი ინდივიდუალურად პასუხს გავცემთ. რას ვიზავთ? მოხდებით ის ჭეშმარიტობაში, ის ვინც რაქნა ჟეროდა ღმერთის, დათესა სიკეთე, გააკეთა მოაწოდა მშიერს პური, ან ჩააცვა ვიღაცა, ანუ გააკეთა ბოროტება არ ჩაიდინა, გააკეთა სიკეთე. და რა აწუხებს ხალხს ის რომ ჩვენ შეიძლება შეწუხდეთ ცოტა რომ თავი როგორც თქვენ ხო ანუ ეს რა არის ეგ არის მატერიალური და არა სულიერი თქვენ ბრძანეთ ისა და ეს მე გამეხარდა რატო გამეხარდა იცი იმიტომ რომ მე მინდა რომ ჩემი მრევლიც ესე იყოს აღიაროს სულიერი და მატერიალური გადადოს ანუ სარწმუნოება არის სულიერი და არა მატერიალური. ძალიან დიდი მადლობა. ეს არის ყველაზე ცხელი ток-შოუ ქართულ სატელევიზიო სივრცეში. ახლა ჩვენს ეთერში რეკლამის დროა. რამდენიმე წუთში უკვე სტუდიაში დაგებრუნდებით ასტროლოგებთან ერთად, რომლებიც 2012 წლის პროგნოზს ყველაზე ცხელი ток-შოუს ეთერში სხვაზე ადრე წარმოგიდგენენ.